გამარჯობათ. გავიაროთ შემდეგი პატარა გაკვეთილი. ანუ ჩვენი აპლიკაციის ინსტალირება და გააქტიურება მობილურში. ამისთვის მოგახსენებთ, რომ საჭიროა პირველ რიგში ორი პატარა ეტაპის გავლა. ეს არის რეგისტრაცია ჩვენს ვებგვერდზე და მეორე ობიექტების დამატება. რეგისტრაცია ხდება როგორც ყველგან ვებგვერდზე ჩვენთან მარჯვენა ზედა კუთხეში არის ბმული რეგისტრაცია, გადავალთ შესაბამის რეგისტრაციის გვერდზე. რეგისტრაციის შემდეგ ჩვენს ელფოსტაზე მოვა აქტივაციის ბმული და მისი გააქტიურების შემდეგ თქვენ გახდებით ჩვენი სისტემის სრულუფლებიანი მომხმარებელი, ასე რომ ვთქვათ, და შეგეძლებათ უკვე ავტორიზაციით შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში. ანგარიშში შესვლის შემდეგ, ანუ ვიზუალურად აი ესე გამოიყურება ეს ანგარიში. ჩვენ საჭიროა არის რომ დავამატოთ ობიექტები. ობიექტებად განიხილება ის ადამიანები, რომელთა მონიტორინგიც გვინდა ჩვენ ვაწარმოოთ, ანუ მათ გადაადგილებაზე, ასე რომ ვთქვათ, ნახოთ თუ სად გადაადგილდებიან ისინი. ეს ჩვენი სისტემა არის ორმხრივი, ანუ ისინიც ხედავენ ჩვენს გადაადგილებას თუ ჩვენ გვაქვს ჩვენს მობილურში აპლიკაცია და ასე შემდეგ. ანუ საერთო კავშირი მყარდება ამ შემთხვევაში, კონტაქტი. ობიექტების დამატება ხდება მენიუდან ობიექტების რეგისტრაცია, სადაც გაიხსნება შესაბამისი გვერდი, აი ობიექტები. ახლა თქვენ უბრალოდ ხედავთ უკვე ჩემს სისტემაში დამატებულ ბევრ ობიექტს. თითო ობიექტს დამატებისას სხვათა შორის ყველას მიენიჭება თავისი აპლიკაციის კოდი, რომელიც ჩვენ გვჭირდება ობიექტების იდენტიფიცირებისათვის, ანუ აპლიკაციის გააქტიურებისთვის გვჭირდება ეს კოდები. ობიექტის დამატება ხდება აი ამ ბმულზე, ანუ ღილაკზე დაწკაპუნებისას, დავაჭერ. გაიხსნება შესაბამისი გვერდი, სადაც დაკვირვების ობიექტის მონაცემები იწერება მარცხენა მხარეს, მარჯვენა მხარეს აპლიკაციის მუშაობის პარამეტრები, ასე რომ ვთქვათ, მარტივად გაერკვევით, იმიტომ რომ აზრობრივად საკმაოდ ნათლად წერია ყველაფერი და მოვახდეთ მის გააქტიურებას. ის დაემატება უკვე ჩვენს ობიექტების სიაში და ასევე მიენიჭება, რა თქმა უნდა, თავისი ნომერი. ანუ ეს ორი ეტაპი ჩვენ გავიარეთ და უკვე გადავიდეთ ჩვენს თავარ თემაზე, რასაც წარმოადგენს აპლიკაციის ინსტალირება და გააქტიურება მობილურში. აპლიკაციის ინსტალირებისთვის ჩვენ გვჭირდება ისევ გადავიდეთ ჩვენ ვებგვერდზე და ქვევით ხედავთ ჩამოტვირთვის განყოფილებას. მასზე დაწკაპუნებისას ეგრევე გაიხსნება შესაბამისი გვერდი, სადაც ჩვენ ვხედავთ უკვე ჩამოტვირთვის ბმულებს. ანუ აქ ჩანს, რომ სულ არის სამი ტიპის აპლიკაცია, ერთი Google-ის, ანუ Android-ის სისტემისთვის, მეორე Apple-ის სისტემის მობილურებისთვის და მესამე Windows-ის სისტემის მობილურებისთვის. ამ მომენტში გააქტიურებული, ანუ მუშა არის Android-ის ტიპის მობილურებისთვის აპლიკაცია, ხოლო დანარჩენი ორი მალე იქნება. დიდხანს არ მოგიწევთ ლოდინი. მოდით გავააქტიუროთ, ანუ გადავიდეთ Android-ის სისტემის მობილურებისთვის აპლიკაციის ჩამოტვირთვაზე. დავაწყაპოთ ბმულზე და ჩვენ გაგვეხსნება ესეთი გვერდი. ჩვენ პირდაპირ გადავდივართ Google Play-ის სისტემაში, სადაც უკვე მზად არის ეს აპლიკაცია ჩამოტვირთვისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ ვინც იყენებს Android-ის სისტემის მობილურს, ის წესით უნდა იყოს რეგისტრირებული Google-ის სისტემაში, მაგალითად ფლობდეს Gmail-ის ელფოსტას. და ამ შემთხვევაში რეგისტრაციის Gmail-ის სისტემაში რეგისტრაციისას მას, რა თქმა უნდა, მითითებული ექნება თავისი ტელეფონის ნომერიც და ტელეფონის ტიპიც.
ამიტომ ინსტალაციაზე დაწყაპუნებისას სისტემა უკვე ავტომატურად დაიწყებს ამ აპლიკაციის პირველ რიგში ჩატვირთვას თქვენს მობილურში, ყოველგვარი თქვენი ზედმეტი დახმარების გარეშე და მის დაყენებას. ეს შეგვიძლია ვნახოთ შემდეგნაირად, ანუ როდესაც ჩვენ უკვე დავაჭერთ აქ ინსტალირებას, შეგვიძლია მობილურს შევხედოთ და მობილურის ეკრანზე ზევით გაჩნდება პატარა ჩამოტვირთვის ისარი. წითლად მაქვს ამ შემთხვევაში მოხაზული და ეს ნიშნავს, რომ დაიწყო ჩამოტვირთვის პროცესი. ჩამოტვირთვის შემდეგ ავტომატურად მოხდება მისი ინსტალირება თქვენს მობილურში და აპლიკაციების სიაში, აი სადაც გაქვთ აპლიკაციები, გაჩნდება ჩვენი აპლიკაციის ნიშანი, ანუ იკონი. მასზე დაწყაპუნებისას უკვე როდესაც ის დაყენებულია, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ მის გვერდზე. პირველ რიგში იხსნება პირველად აპლიკაციის ჩართვისას ყოველთვის იხსნება მისი აქტივაციის გვერდი. მომავალში ეს გვერდი უკვე არ დაგჭირდებათ, მაგრამ პირველად საჭიროა მისი აქტივაცია. მე გაჩვენებ თქვენ როგორ მოხდება ეგ. ანუ აი ესეთი გვერდი იხსნება მობილურში, აქ ისევ ჩვენი ვებ გვერდის ინსტრუქციებიდან მინდა გეჩვენოთ. აი ესეთი გვერდი, სადაც აი აქ ველი არის, სადაც ჩვენ ჩავწერთ ობიექტის აპლიკაციის კოდს ამ ობიექტისთვის და მოვახდეთ მის აქტივაციას. ობიექტის კოდი მინდა გაგახსენოთ ჩვენის ობიექტის რეგისტრაციისას მოგვენიჭა. აი თითო ობიექტის რეგისტრაციისას ეს კოდი მოგვენიჭა და ის არასოდეს არ შეიცვლება კონკრეტულად ამ ობიექტისთვის. და სწორედ ამ კოდს გადავცემთ იმ პიროვნებას, ვის მობილურში წყენდება კონკრეტულად ეს აპლიკაცია და შეიყვანს ამ კოდს. ავტორიზაციის ღილაკის ქვევით ჩვენი აპლიკაცია წერს სიმბარათის ნომერს და ამ დროს ხდება მარტივად რო გითხრათ კოდის და ამ სიმბარათის ნომერის მიბმა ერთმანეთთან, რომ სისტემამ სწორად გადააგზავნოს, მიიღოს კოორდინატები და ასე შემდეგ, რაც სისტემას მუშაობისთვის არის აუცილებელი. მომავალში უკვე ნებისმიერი ჩართვისას უკვე ეს აქტივაციის გვერდი არასოდეს არ გამოვა და ჩვეულებრივად ჩვენ ყოველთვის გაგვეხსნება აპლიკაცია სამუშაო რეჟიმში. ვისაც არ სურს მომავალში ამ სისტემის გამოყენება ან გამოსვლა უნდა, ან დროებით უნდა გათიშვა, რომ სისტემამ არ დააფიქსიროს მისი კოორდინატები, მას შეუძლია მარტივად ჩვეულებრივად გათიშოს აპლიკაცია. როცა აპლიკაცია მუშაობს, აი გზევით აქვს პატარა იკონი თავისი. თუ ეს იკონი არ ჩანს, ესე იგი აპლიკაცია გათიშულია და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ თქვენი კოორდინატები სისტემამ არ იცის ამ შემთხვევაში. შეუძლია ასევე მთლიანად წაშალოს აპლიკაცია მომხმარებელმა, ან გააუქმოს აქტივაცია. გაუქმება აქტივაციის ხდება აქ მენიუში, აპლიკაციის გვერდზე, menu help, ქვევით logout-ის მენიუდან. ანუ აქაც გვიწერია, თუ რას ნიშნავს ეს logout-ი, ეს არის სიმბარათის და სისტემის კოდის გათიშვა ერთმანეთისგან, ანუ აპლიკაციის აქტივაციის მთლიანი გაუქმება ჩვენს მობილურში უკაცრავად. რისი თქმაც მინდოდა, მე მგონი ყველაფერი მოვახერხე. როგორც ხედავთ, არც ის რთულია ეს ყველაფერი და ვფიქრობ, არ გაგიჭირდებათ მისი განხორციელება. მე კი დაგემშვიდობებით, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის.